გამარჯობათ, მე ვარ თუთგაშის ადმინისტრატორი და ამ ვიდეოში გასწავლით როგორ გავუთიშოთ Windows 7-ს მოყოლილი პროგრამები. ასე შემდეგ taskbar-ში ვაწვევით Start, შემდეგ მარჯვნივ ჩამოშლილ მენიუში ვირჩევთ Control Panel, შემდეგ Programs and Features, შემდეგ აქედან შეგვიძლია პროგრამების წაშლა. შემდეგ აქ მარცხნივ არის შემოშლილი მენიუ, ვაწვევით Time off, off. შემდეგ Place White, ანუ დაველოდოთ ცოტა ხანი. ეხლა აქ არის მოცემული რა არის ჩართული და რა არის გათიშული. ზოგიერთი მოსახერხებელია და საჭირო, ზოგიერთი არ არის. აქ არის Media Fortress, Windows Media Player, Windows Media Center, Windows DVD Maker. ესენი ეხლა მე გავუთიშავ თამაშს. მოდით ეს შევამოწმოთ. აქ არის Windows-ზე მოყოლილი თამაშები. ეხლა მე გავუთიშე, დავაჭიროთ OS. ანუ ამოგვიგდო ძალიან რაღაც ოთხკუთხა პანჯარა Microsoft Windows on Place White. Face Windows Maker change Fortress Tools Make Take Servers. ანუ აკეთებსო რა Windows-ზე ფოლდერის გათიშვასო და დაველოდოთ რამდენიმე წუთია. ეხლა შევამოწმოთ, გავთიშოთ და შევიდეთ ისევ გეიმში. როგორც ხედავთ, ეს არის მანდ ჩემი დაინსტალირებული თამაში, სხვა თამაში არ ჩანს. ეხლა მოდი ისევ გამოვაჩინოთ, შევდივართ Control Panel-ში, Programs and Features, Windows, ნიშნავთ Games. შეგვიძლია აქ Games-ში გავაკეთოთ შეზღუდვა. ანუ მარტო ერთი თამაში იყოს, ან რამოდენიმე. Internet Games-ი გავთიშოთ, მაშინ ინტერნეტში სათამაშოა. Internet Games გავთიშავთ და ისევ ვიგივებთან არის დავალადოთ. მე როგორც რატომიშდა და ინტერნეტში სათამაშო თამაშები არ გამიშდა. ამით ეს ვიდეო გაკვეთილი დასრულდა. თუ რამე გექნებათ, შეგიძლიათ შემოვზადეთ საიტზე თუ გაწყვეტილი ჯიზე, აქ კატეგორიებში არის თხოვნები და ამ თხოვნებში დაწერთ. მადლობთ ყურადღებისთვის.